გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე. ტრადიციულად მე და ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე წარმოგიდგენთ რიგით მეოთხე ეპიზოდს. სტუმრად გვყავს გააზრებული კვების კოუჩი გიორგი ქავჟარაძე 12 წლიანი გამოცდილებით, რომელთან ერთადაც განვიხილავთ ძალიან საინტერესო თემას. ჯანსაღ სახისკანს და ჯანსაღი კვების რეჟიმს. გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით ყველას, მადლობა. ცოტას დავამატებდი, რომ პროფესიონალური კვების კონსულტანტიც ვარ. 12 წლიანი გამოცდილებით ჩვენ როგორც ვიცით და შენი გამოცდილება და პრაქტიკა იმდენად საინტერესოა, რომ მე გადავხედე შენ სოციალურ ქსელებს და ბევრ საინტერესო საკითხებს წავაწყდი. კი ბატონო, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, სიამოვნებით გიპასუხებ. პირველი კითხვა, რაც მე გამიჩნდა, რომ შენს სოციალურ ქსელებს რო გადავხედე, რა კავშირშია ჯანსაღი კვება ჯანსაღ სახისკანთან, რადგან ხშირად გვესმის, ჯანსაღი კვება ასოცირდება სასურველ წონასთან, ჯანმრთელ შინაგან ორგანოებთან, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს, რა ზეგავლენა აქვს ამას სახისკანზე და როგორ უნდა ვიკვებოთ ის. ბევრი კითხვები მოგაყარე, შეიძლება ეხლა, მაგრამ ძალიან აქტუალური საკითხია. მომზადებული მოვედი, არ არის პრობლემა. როგორ უნდა ვიკვებოთ ისე, რომ ჩვენი სახისკანი, თმა და ფრჩხილები გქონდეს ლამაზი ჯანსაღი. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით გავისაუბროთ ამ ძალიან საინტერესო თემაზე და პირველ რიგში დავიწყებ ცოტა შორიდან, მაგრამ ძალიან მოკლედ. ყველა სისტემა ორგანიზმში დამოკიდებული ჯანსაღ კვებაზე. ანუ იმაზე, რას იღებს ორგანიზმი საკვების სახით. იმისთვის, რომ ამ სისტემებმა, ხო, მაგალითად გულდის და სიზარღვების სისტემა, ხო, მაგალითად, ავიღოთ იგივე კანი არის სისტემა ორგანიზმისთვის და ამიტომ ის მოითხოვს შესაბამის მოპყრობას, შესაბამის კვებას. ახლა რას გულისხმობ მე სისტემას რომ ვიძახი? კანს გააჩნია შემადგენელი ნაწილები. დიახ. ხო? ეს არის კერატინი, ეს არის ელასტინი, ეს არის დამავიწყდა. ხო, ჰიალურონის კოლაგენი ცხადია, ჰიალურონის. ანუ ჩაგერთვებით, ასეთი პოპულარული დღესდღეობით ჰიალურონი და კოლაგენი არის კანის შემადგენელი ნაწილი, ნივთიერებები. ბუნებრივია და ეს ყველაფერი არის სისტემაში მოყვანილი ორგანიზმის მიერ. მაგალითად, რომ ავიღოთ კანი, ავიღოთ ფრჩხილი, ავიღოთ თმა, ხო? აქ საუბარი არის იმაზე, გამაერთიანებელი რა არის მაგალითად, ხო, აქ. ეს ნაწილები სხეულის იზრდება. ხო, თმა გვეზრდება, ფრჩხილი გვეზრდება, კანი თავისთავად იცვლის, ხო, თავის მდგომარეობას და ამ უნარს სჭირდება შესაბამისი უზრუნველყოფა. კვებით, ხო, შესაბამისი კვებით და აქ უკვე დგება აუცილებლობა ადამიანმა გაიაზროს, რომ ჭირდება შესაბამისი მაკრო და მიკრონუტრიენტების, ანუ საკვები ელემენტების სწორი დროული მიწოდება. რატო? იმიტომ რომ ეს პროცესი არის მუდმივად ცვლადი, ანუ იზრდება, ხო, იცვლება ფორმებში. და ჭირდება შესაბამისი უზრუნველყოფა ამ პროცესს. თუ ჩვენ ამ პროცესს ვერ უზრუნველყოფთ საკვები ელემენტებით, საჭირო საკვებით ელემენტებით, ჩვენი რა ხდება? ფრჩხილი გვემტრევა, ხო? თმა ხდება ძალიან მსხრევადი, გამოფიტული, კი ბატონო და ნუ ეხლა პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს უკვე ეხება კანსაც. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ არის თუ არა კვება მონაწილე ამ პროცესების, ცხადი ხდება, რომ დიახ არის. ახლა დავუბრუნდეთ იმ თქვენს შეკითხვას, ხო? რატო ანუ ახდენს თუ არა ზეგავლენას. უკვე გასაგები ხდება, რომ ახდენს თავისთავად ზეგავლენას და ალბათ ყველა უკვე ინტერესდება
ну ასე მგონია ყოველ შემთხვევაში როგორ უნდა ვიკვებოთ ხო რა არის ის აუცილებელი მინიმუმი რომ ჩვენ კანი ყოველთვის გქონდეს ფორმაში ფრჩხილები არ გვემსხვრეოდეს და ასე შემდეგ მე დავყოფდი 6 შემადგენელ ნაწილად და ჩამოგითვლით მათ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის ცილა იმიტომ რომ ცილა არის ყველა ჩვენი ორგანოს და კანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანო ადამიანის სხეულში ხო და ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ რატომღაც ჩვენ არ ვაქცევთ მას ყურადღებას სანამ არ შევამჩნევთ რაღაცა ცვლილებებს ხო არ შევატყობთ ამიტომ პირველ რიგში ჭირდება მაღალი ხარისხის ცილა ისთვის რომ აი ეს ზრდის პროცესი რომ მიმდინარეობს უზრუნველყოფილი იქნას სამშენებლო მასალით. სამშენებლო მასალი ჩვენ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმის შემთხვევაში ეს არის ცილა. რა თქმა უნდა, ცილა. ჩამოგვითვალეთ ის პროდუქტები, ვინც ახლა ისმის დაინტერესებს. კი ბატონო, კი რა ბატონო. პროდუქტები არის ცილა, საიდანაც ვიღებთ ცილას. კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა ხორცი, თევზი, კვერცხი, ფრინველი ეს არის ძირითადი ის პროდუქტები, საიდანაც ძალიან ბევრს აიღებს ჩვენი კანი. უშუალოდ ცილა კი არ ჭირდება, ჭირდება ამინომჟავები, ანუ ის რაც დაიშლება ორგანიზმის მიერ ნაწლავში, აი ეს მცირედი ნაწილები იქნება ათვისებული, გადამუშავებული, შექმნილი ახალი ნაერთები, აი ზუსტად ეს ჭირდება კანს იმისთვის, რომ რესტრუქტურიზაცია მოახდინოს, ანუ მოიცილოს ის, რაც უკვე აღარ ჭირდება და მის ადგილას წარმოქმნას ახალი. ესე იგი ცილა პირველი. რა თქმა უნდა. მეორე ეს არის C ვიტამინი. C ვიტამინი უზრუნველყოფს აი ამ შემადგენელი ნაწილების სწრაფ და სწორ წარმოქმნას. ანუ ცილა ჭირდება, C ვიტამინი პროცესებისთვის ჭირდება. უზრუნველსაყოფად. შემდეგი არის ომეგა-3. ეს არის ცხიმჟავები, რომელიც შეადგენს რა თქმა უნდა ნაწილს ჩვენი კანის და აქვს ძალიან სერიოზული ფუნქცია. ეს არის დაცვითი ფუნქცია, ხო? ანუ წყლის შემაკავებელი ფუნქცია, ბარიერია, რომ წყალი იყოს კანში საკმარისი რაოდენობით, იმიტომ რომ 60-70% კანის შემადგენლობის წყალია. მაგრამ თუ სტრუქტურულად არ არის ეს ყველაფერი დაცული, კანი ძალიან სწრაფად დაკარგავს წყალს. აი ამ ბარიერულ ფუნქციას ასრულებს ცხიმჟავები ომეგა-3. ამიტომ ძალიან სასარგებლოა რა კივი რაღაცა. კივიც სასარგებლოა. C ვიტამინი. ციტრუსებს გულისხმობ. ციტრუსი C ვიტამინისთვის, მაგრამ მე ვიგულისხმე ავოკადო, მე ვიგულისხმე ცხიმიანი თევზი, ომეგა შემადგენელი. ომეგა-3 მდიდარი პროდუქტები, კი ბატონო, იმისთვის რომ ანუ ორგანიზმა შექმნას დამცველი შრე. გასაგებია. კი ბატონო. გიორგი, დიახ. აი, ეხლა ომეგა-3-ზე, იცი რა ისი კითხვა მინდა? მე რა მაინტერესებს? უბრალოდ ჩვენ საკვებით დღევანდელ დღეს თუ ვღებულობთ ამას? აი, რამდენად ვღებულობთ საკვებით ამას და აი ეს საკვები დანამატები, რაც არსებობს, რამდენად მისაღებია, იმიტომ რომ აქ იყოფა აზრი 50-50-ზე, ნაწილი ამტკიცებს, რომ კარგია, ნაწილი ამტკიცებს, რომ არა. აი ამ შემთხვევაში გასაგები. ეხლა მე არ ვარ მედიკოსი, მე არ შემიძლია სიღრმისეულად რაღაც ისეთ რაღაცებზე ვისაუბრო, რაც ჩემ კომპეტენციაში არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ომეგა-3 აუცილებლად ჭირდება ორგანიზმს და აქ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული იმაზე, მათ შორის კანისთვის, როგორც რა თქმა უნდა, კი. აქ უკვე საუბარი არის იმაზე, ჩვენ საკმარისად ვიღებთ საკვებიდან თუ არ ვიღებთ. ნახეთ, გააჩნია ვინ როგორ იკვებება. გააჩნია ვინ როგორ იკვებება, იმიტომ რომ თუ ჩვენ დღის განმავლობაში ახლა არ გვაქვს სწორად გააზრებული რა საკვების
მონაწილეობა უნდა იყოს, რა საკვებით უნდა ვიკვებოთ დღის განმავლობაში და ამ პროცესს უყურებთ მხოლოდ მაგალითად წონის კორექციის თვალსაზრისით და ვიღებთ ყველაფერს კვებიდან, ხო? ზღუდავთ და განსაკუთრებით აქ ხშირია შეცდომები ცხიმის ხარჯზე ამოღება, ხო? რაღაც კალორიების შემცირება და ცხიმის ამოღების ხარჯზე ასეთი ეფექტის მიღება. ამიტომ დიახ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩვენ რაციონში არ იყოს თევზი, ცხიმიანი თევზი განსაკუთრებით, არ იყოს თხილეული საკმარისი რაოდენობით, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება თავი შეიკავოს კალორიების გამო, ხო? წონის კორექციის გამო. ხო, შეიძლება ავოკადო არ იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ორგანიზმს ეს არ ესმის. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ჭირდება კვება. კი ბატონო, შესაბამისი კვება. ახლა დავუბრუნდები თქვენს პირდაპირ შეკითხვას. თუ მე დეფიციტი მაქვს, თუნდაც ავიღოთ ომეგა-3, ხო? თუ მე მაქვს დეფიციტი კვებაში რაღაცა მიზეზების გამო და მე მას არ ვიღებ, ეს რა თქმა უნდა, მაშინ უნდა იქნას ანაზღაურებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით. ხო, აქ პატარა რემარკას გავაკეთებ, ადამიანებს ხშირად ერევათ საკვები დანამატი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცები, ხო? რას ნიშნავს? აი, გეტყვით. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ეს არის ისეთი მინერალების, ვიტამინების, ცხიმჟავების დამატება კვებაში, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ საკვებში არ არის. ისე ვიკვებებით, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის. მაგალითად, კალციუმი, მაგალითად თუთია, ხო, რომელიც სხვა შორის კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, იგივე ომეგა-3 შეიძლება ვერ მიიღო. იგივე ომეგა-3-ც. კი ბატონო, ამაშია ზუსტად პრობლემა, რომ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნიშნავს ისეთ დანამატებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება კვებაში, მაგრამ არ გვაქვს. ხო, მინერალები, ვიტამინები, აი, მაგალითად, ხილისგან კი ვიღებთ ჩვენ ვიტამინებს, მაგრამ ხო შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენ ვერ ვიკვებოთ საკმარისი რაოდენობის ხილით, ხო, სეზონური ხილით, მაგალითად, სხვადასხვა მიზეზების გამო. არადა ეს ვიტამინები საჭიროა, მინერალები საჭიროა, ამიტომ ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ამას ჩვენ გვივსებთ. რაში ეშლებათ ხოლმე ერევათ? საკვები დანამატები. ანუ საკვები დანამატი არის აბსოლუტურად სხვა რამ. საკვები დანამატი არის ისეთი დანამატები, რომელიც უკვე საკვებში დაამატეს არა როგორც მინერალი და ვიტამინი, არამედ როგორც მაგალითად გემოშემცვლელი, ფერის შემცვლელი, ხო, ქიმიური მინაერთები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საზიანოც იყოს ადამიანისთვის. ხო, აი მაგალითად ავიღოთ სოსისი პირობითად. ხო, იქ ძალიან ბევრი საკვები დანამატია იმისთვის, რომ მას მისცეს ფერი, მას მისცეს გემო, მას მისცეს სუნი. მე მგონი ხორცი არც არის. ხო, აი ეს არის საკვები დანამატი. აბსოლუტურად სხვა სფეროა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რომელიც გარკვეულ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს და თუ არ არის ის დაშვებული და მაინც არის საკვებში, უკვე პრობლემა ადამიანის ორგანიზმისთვის. აი ეს არის ძირითადი სხვაობა. აი იმ მთავარ პუნქტს დაუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ 6 გავაგზავნოთ. არის აუცილებელი ის 6 ნივთიერება, რაც უნდა მივიღოთ. თქვით C ვიტამინი, რომელიც ციტრუსი და თქვით ომეგა-3, რომელიც ავოკადო, ცხიმიანი თევზი და და დანარჩენი 4. კი ბატონო. არ დაგავიწყდეთ ვიტამინი C არ გამოვტოვოთ. ვიტამინი C, ხო, ვიტამინი C. შემდეგ არის ანტიოქსიდანტები. ეს არის ისეთი ჯგუფი საკვების, რომელიც იცავს კანს. მაგალითად, ანთებებისგან, მაგალითად, დაზიანებებისგან, ხო? ეს ანტიოქსიდანტური ეფექტი რაში მდგომარეობს? ანუ არის ესეთი მოლეკულები, რომელიც საკვებში, განსაკუთრებით ბოსტნეულში, განსაკუთრებით ხილში, რომლებსაც აქვთ უნარი მოიბან მძიმე რადიკალები, ეგრეთ წოდებული მძიმე თავისუფალი რადიკალები, რომელიც არსად არ მონაწილეობს ქიმიურ პროცესებში. რჩება ადამიანის ორგანიზმში, უბრალოდ აბინძურებს მას და
შესაძლებელია რომ აი ესეთი ანტიოქსიდანტის თვისებების მქონე საკვებმა გაანეიტრალონ ისინი, გამოიყვანონ ორგანიზმიდან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია კანისთვის, იმიტომ რომ კანი არის ზუსტად ის ბოლო გაჩერება, სადაც ეს ნივთიერებები გროვდება. მე მგონი გიორგის კოსმეტოლოგიაში გადავიყვან. არა, ხო, კი ბატონო, სადაც მანქანავებ რომელია ეს? აი ახლა რა ანტიოქსიდანტი, მაგალითად მწვანე ჩაი, მაგალითად ბოსტნეული, ბროკოლი. მოთუშული იყოს თუნდაც. არა, თერმო ცოცხლად. კი, თერმო გადამუშავება აკარგვინებს ზოგს თავის თვისებას, ხო? ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შემდეგი რა არის? შემდეგი აქ ცოტა შევასწორებ. აქ საუბარი არ არის საკვებზე, აქ საუბარი არის კანის შემადგენელ 6 კომპონენტზე, რომელზეც უნდა იყოს ყურადღება. გამახვილებული ყურადღება. კი ბატონო. მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ძვლის ბულიონი. არტალას ნახარში იგი. თუნდაც არტალას, თუნდაც ხაშს რომ ვეძახით, ხო, ჩვენ ნებისმიერი ხორცის და ძვლის ნახარში. რატომ ახლა? იმიტომ რომ კოლაგენის ძალიან დიდი კონცენტრაცია. აი მე ხვალიდან ვჭამ არა, ეს ასე არ მიიღოთ, რას გულისხმობ ახლა? ეხლა შეიძლება ბევრმა ქალბატონმა გაიფიქრა ხვალიდან მხოლოდ არტალას ვჭამოთ. ხო, სამწუხაროდ ცალკე არტალა არ უშველის. ძალიან დაზიანებულ კანს, აქ არ არის ამაზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ორგანიზმს მივაწოდოთ სამუშაო მასალა. რა თქმა უნდა. ხო? ანუ, აი რაც მე ჩამოვთვალე, თუ არის ცილა, თუ არის C ვიტამინი, თუ არის არტალა, თუ არის ომეგა-3, მაშინ ის იწყებს კოლაგენის ჩამოყალიბებას. ზრდას. ძვლის ნახარში უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. გამომუშავებას. ბატონო. ყოველდღე რომ ჭამო არ შეიძლება. ჭამეთ მიირთვით, მაგრამ თუ არ არის ანტიოქსიდანტი, თუ არ არის წყალი, რომელიც მე-6 ელემენტია. ახსოვთ ფილმი 5 ელემენტი. მე-5 ელემენტი. ალბათ იმათმა იცოდნენ ზუსტად რა ეჭა. ხო, აი მე-6 ელემენტი არის აუცილებლად წყალი. წყალი. ხო. აი ეს არის ის შემადგენელი ნაწილები, რომლისგანაც ორგანიზმი ქმნის სისტემას. კანის სისტემას. ეხლა ერთი კითხვა დამება და აბა არ შეიძლება ერთი პერიოდი ამბობდნენ რომ აი ეს ხორცის ნახარში, ძვლის ნახარში არ არის რამეს ნებს სხვა ორგანოს, სხვა რამისთვის არის. მოდით ამაზე ვისაუბროთ, ზავთვარ დავსვა კითხვა, ვინც ამას ამბობს, რატომ არ შეიძლება გვიპასუხოს. პირიქით, კარგია ნახარში. არც კარგი, არც ცუდია, უბრალოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რატომ არ შეიძლება. და ზომიერება უნდა არსებობდეს ყველაფერში. აი ძალიან ბევრი რაღაც არასწორი მიდგომები და წარმოდგენები ვრცელდება. რატო ვრცელდება ეს არ ვიცი, მაგრამ ვინმე თუ ამიხსნის ხორცის ნახარში რატომ არ შეიძლება მაგალითად, ხმას არ ამოვიღებ. მოტეხილობის დროს ხო აქტიურად პირიქით ძვლისთვის არის პირველი. და ქათმის ბულიონით შეიცავს საკმაოდ. ნაკლებად უფრო. ხორცის ნაკლებად. კი ბატონო. ხო, ну ყველაზე კარგია ესეთი კარგი მსხვილი ძვალი მოიხარშოს. იქ არის ძალიან ბევრი კოლაგენის წარმომქმნელი პეპტიდები ექვია ასე. ანუ ჩვენ ცალკე ხომ განვიხილეთ ცილა, მაგრამ ბულიონში არის წვრილი ნაწილაკები, რომელიც არის ასევე ცილის წარმონაქმნია, რომელიც პირდაპირ ხდება ორგანიზმში და ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ მე კოლაგენი დავლია და კოლაგენი მაქვს. ორგანიზმს ჭირდება ბევრი რაღაც თანმხლები, მათ შორის მინერალები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, რომ კანი კონდეს ჯამთელი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ჯანსაღ შესაძლებლობას უქმნის ორგანიზმს წარმოქმნას კვლავ-წარმოება. კვლავ-წარმოება მოახდინოს. კიდევ ერთი კითხვა მაგ, აი ზუსტად კოლაგენთან დაკავშირებით. კოლაგენის დანამატები. ხო, დანამატის კი ბატონო. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აი მე რო გადავწყვიტე რომ ხვალიდან ყოველ დღე ჭამო არტალას ნახარში. საკმარის კოლაგენს მივიღებ ჩემი ორგანიზმისთვის.
მოდით აქ დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ. ძალიან ტიპიური კითხვაა. კი, და ყველას დარწმუნებული ვარ, აკითხავს. ყველა დასვავს ასე კითხვა. ესე იგი, მე რო არტალა დავლიო და მივირთვა, მე მექნება კოლაგენი. ასე არ არის. ავხსნი იმისთვის, რომ წარმოიქმნას კოლაგენი. საჭიროა მეტაბოლური პროცესები. ანუ ორგანიზმი ხომ არ არის ასე მოწყობილი, რომ მე დღეს მჭირდება კოლაგენი, ხვალ მჭირდება, არ ვიცი, კერატინი, ზეგ მჭირდება კიდე რაღაც, ეს ერთობლივ პროცესია. ანუ სინერგიაა, ჯაჭვური რეაქცია. ხო, ანუ მას ჭირდება, მოდით ასე ვთქვათ, ნუ დავკონცენტრირდებით, აი, მაგალითს ვიტყვი. სახლს რომ ვაშენებ, ფანჯარა რომ მქონდეს, სახლი აშენებული მაქვს? ანუ ყველაფერთან კავშირშია საერთო ჯამში. ანუ მე სახლი რომ ავაშენო, მჭირდება კარკასი, მჭირდება კარი, მჭირდება, არ ვიცი, რაღაც პარკეტი, მჭირდება. ხო, ბევრი რაღაც მჭირდება, რომ მე საბოლოოდ მივიღო სახლი. ანუ ყველაფერი ენერგია მჭირდება სახლი რომ ავაშენო, ხო? ანუ პრობლემა ზუსტად ამაშია. ორგანიზმს ჭირდება ციკლები გაიაროს, იმისთვის რომ ეს სხვადასხვა ციკლები გაიაროს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, მე არტალა დავლიე, მივირთვი და კუჩი გაიარა, ყველაფერი დაიშალა. იქ ხო მარილმჟავაა, რას იღებ? რომელ კოლაგენს იღებ? კოლაგენი უნდა აწარმოოს. რა არის ამისთვის საჭირო? აი ზუსტად ის აი რაც ჩამოთვალე, ელემენტები საკმარისი რაოდენობით, რომ გაივლიან მთელ მეტაბოლურ პროცესს, ზუსტად ის 6 ელემენტი. რაც ჩამოთვალა. ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. რაზეა ჩვენი პოდკასტი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და რა კავშირშია კანთან. და ამაზე ვამბობ ზუსტად, რომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივიღოთ დალაგებული კვებიდან. დალაგებული კვებიდან. ხედავ უკვე ერთი წინადადება ქმნის ყველაფერს. დალაგებული კვება და ამიტომ სწორი კვება და დიეტა, ანუ აი ამაზე დისერტაცია მაქვს დაცული. სწორი კვება და დიეტა, ეს ორი. არა, მოდით მაშინ გავსაუბროთ, ეს კითხვაა ჩემთან? ხო, აი კითხვა. რომ უბრალოდ გავსაზღვროთ. ხო, განსაზღვროთ, რომ კი ბატონო, მოდით რა არის მაშინ და გავისაუბროთ, სწორი კვება, დიეტა და ასე შემდეგ. ანუ სწორად წარმოითქმება დიეტაზე ვარ. მე რომ მკითხოთ, კატასტროფაა. მე რომ მკითხოთ, მაგრამ მე ძალიან მიჭირს ადამიანს, რომელიც დიდი ხანია ამ მიდგომით ცხოვრობს, აუხსნა სად არის შეცდომა. დიეტა თავისთავად ნიშნავს ნებისმიერ კვებას. ნებისმიერ კვებას, ანუ ჩვენ ინგლისურიდან რო გადმოვთარგმნოთ, ხო, ან ინგლისურად რო გავიაზროთ ეს სიტყვა, ეს არის რა, diet არის, როგორ ვიკვებები და შეიძლება ცუდი კვებაც იყოს, შეიძლება კარგი კვებაც იყოს, ეს არის ჩემი რეჟიმი, რომლითაც მე ვცხოვრობ. აი მაგალითად ადამიანს ვკითხე, როგორ იკვებები? და ის მეუნება ინგლისურად my diet is და ის არ გულისხმობს რომ დიეტაზეა, ჩვენ გულისხმობთ ამას. აქ რატომღაც. არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, diet. გავავცოთ ეს თემა, რა არის სწორი კვება? გავავცოთ. ან ვავცოთ რა არის სწორი კვება? თუ მომავლისთვის დავიტოვო და დავაინტრიგო, ძალიან მე შემიძლია აი რაღაცა გავხსნა. ოდნავ გახსენი, ოდნავ რაღაცა დავიტოვოთ მომავლისთვის და ისევ მთავარ საკითხს. ძალიან მარტივია სინამდვილეში. რა ჭირდება ორგანიზმს საკვებიდან? როგორ ფიქრობთ? ნუ მე მესმის რომ რესპონდენტი მე ვარ, მაგრამ ჩვენ აი რაც ჩამოთვალეთ ახლა თქვენ ჩემი აზრით, აი ყველაფერი ჭირდება ოღონდ ალბათ დოზირებულად. ზომიერების პარკლებში ალბათ. ის ცხიმით საჭიროა ჩემი აზრით. სინამდვილეში ორგანიზმის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ორგანიზმის ჩვენ გავანებოთ თავი, ერთ წუთი ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ჯანსაღი კანი, ჩვენ გვინდა კარგი წონა, ჩვენ გვინდა ლამაზები ვიყოთ. ორგანიზმს ეს არ ესმის. ჩვენი ორგანიზმის გადასახედიდან მას ჭირდება ერთადერთი რამ. შაქარი? წყალი? აბა. ენერგია. საიდან ვიღებთ ამ ენერგიას? თუ გასაგებია რომ საკვებს. კი ბატონო, აი უკვე ნელ-ნელა მივდივართ იმ საკითხამდე. ანუ საქმე სამაშია რომ
ორგანის პირველ რიგში, უპირველეს რიგში ჭირდება ენერგია. და მისთვის სულ ერთია, რომელიც წყაროდან მიიღებს ამ ენერგიას. ანუ წყაროს რას გულისხმობ? შეიძლება ცილიდან მიიღოს, შეიძლება ნახშირწყლებიდან მიიღოს, შეიძლება ცხიმიდან მიიღოს ენერგია, კალორიების სახით. ხო, ჩვენ საკვებს როგორ უყურებთ? კალორია. ენერგია. ანუ პირობითად ზომავთ, რომ საკვებს აქვს ენერგია, კალორიებით და პირობითად საზღვრავთ ჩვენი სხეული რამდენ ენერგიას დახარჯავს კალორიების თვალსაზრისით. ჩვენი გააზრებით დიეტა რა არის? ეს არის დავჯდე დიეტაზე, მივიღო X რაოდენობა კალორიების, დავხარჯო Y რაოდენობა კალორიების და მათ შორის სხვაობა მე ან მომამატებინებს, ან დამაკლებინებს. ჩვენი გააზრებით, ხო? და აი ამ ენერგიაში რა პროდუქტები იღებს მონაწილეობას, ორგანიზმისთვის სულ ერთია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ საიდანაც მიიღებს ენერგიას, ისე ეფექტურად დახარჯავს. მივხვდით სხვაობას? ანუ რაც უფრო ჯანსაღი წყაროებია ენერგიის, მით უფრო ეფექტურად გამოიყენებს. მაგალითად, აი კანის მაგალითზე ავიღოთ. თუ მას ჭირდება კვლავ-წარმოება კანის, ის დახარჯავს ენერგიას ამაზე. ხო, თავისით ხო არ თუ მას აქვს მასალა და ნედლეული, ის დახარჯავს ენერგიას და წარმოქმნის კარგს. თუ არ აქვს მასალა და ნედლეული, ის დახარჯავს ენერგიას და წარმოქმნის ცუცს. მივხვდით? და აი ეს არის ზუსტად სხვაობა. ანუ ჩვენ უყურებთ ამ პროცესს როგორც მაგალითად გალამაზების, წონის დაკლების და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ორგანიზმის თვალხედვიდან სულ ერთია. მას ჭირდება ენერგია. მომცემ ენერგიას დავხარჯავ, არ მომცემ მოკვდები. მივხვდით? ხო. აი ეს არის პრინციპი. ჩვენ თუ გააზრებულად მიუდგებით ენერგიის წყაროს, მაშინ ის უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას. ორგანიზმი. უკეთესად გძნობ თავს, უკეთესი იმუნური სისტემა გვაქვს, უკეთესი კანი გვაქვს, უკეთესად უმკლავდებით პრობლემებს, სტრესს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ თუ მას მივაწოდეთ ენერგია ჩვენ ცილიდან, ის ბევრ რაღაცას შეძლებს. იმიტომ ჩვენ ხო ცილოვანები ვართ, მათ შორის კანს. ხო? თუ ჩვენ მივაწვდით მას მაგალითად ცხიმებსაც ცილასთან ერთად, ჰორმონალური ფონი იქნება ჯანმრთელი, იმიტომ რომ ჰორმონები იწარმოება ცხიმჟავებიდან. ეს ცხიმი ძალიან აუცილებელი რაღაც ყოფილა, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, როგორც სახის, კანისთვის, ასევე ძალიან კარგი მინიშნება თქვით. ანუ თურმე აღმოჩნდა რომ საჭიროა. და თუ ჩვენ მარტო კონცენტრირებულები ვართ წონის კლებაზე, მაშინ არ არის საჭირო. ჩვენ თუ გვინდა მხოლოდ წონა დავიკლოთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია საფრთხე არ ვჭამოთ და დავიკლებთ. ვიშიმშილოთ და დავიკლოთ, რასაც სამწუხარო ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და არასწორია, იმიტომ რომ ჰორმონები ირევა, კონტროლი იკარგება და მაცივარში, არ ვიცი, გაცარიელებით სრულდება. ამას ხო მიზეზი აქვს. ამას აქვს არასწორად ჩამოყალიბებული სტრატეგია, არასწორად ჩამოყალიბებული გააზრება, არ მოსმენა ორგანიზმის. მოკლედ აი დიეტაზე რაც შეიძლებოდა რომ მეთქვა. მინდა გითხრა ძალიან საინტერესოა. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. იმ 6 საჭირო ნივთიერებაზე, რასაც ისაუბრეთ. ელემენტზე. ეს ყველაფერი ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია თუ არ იდგება ადამიანისთვის ის ასაკობრივი ციკლი, როდესაც რომელიმე ნივთიერება უფრო ჭარბად სჯობს მივიღოთ. კი, სტრატეგიებშია სხვაობა. ანუ დროთა განმავლობაში ასაკთან ერთად წარმოქმნა, ანუ რამდენი კოლაგენიც არ უნდა დალიო, მაგალითად 25 წლის ასაკში, შენ ეს დაგეხმარება რაღაც X რაოდენობა კოლაგენის წარმოქმნაში.
გასაგებია, მაგრამ თუ 50 წელს გადავწდი თუ და 50 წელს გადავწდი ჯერ კი არ გადავწდა რა, არა, მაგრამ არა, მაგას მნიშვნელობა, პრინციპზე ვისაუბროთ. ანუ თუ მე რაღაც ასაკს გადავწდი, ეს იგივე რაოდენობის კოლაგენი, რომელსაც მე ვიღებდი 25 წლის ასაკში, იმდენივე კოლაგენის წარმოქმნაში ვეღარ დამეხმარება. იმიტომ რომ ორგანიზმი კარგავს ნელ-ნელა შესაძლებლობას საკმარისი რაოდენობით აწარმოოს მე რაც მჭირდება. ამიტომ დგება ისეთი პერიოდი, სადაც ჩვენ რაღაცა ასაკში, აი ნახეთ მე მაგალითს გეტყვით. მაგალითად ახალგაზრდა ადამიანებისთვის არ არის მნიშვნელოვანი დანამატების სახით მიიღოს სხვადასხვა ელემენტები, რომელიც საჭიროა. მაგრამ მისი პირდაპირ ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში რა, დაიცვას ის რაც აქვს. ანუ კანი, ცხიმოვანი გარსი დაიცვას, შეინარჩუნოს. სწორი კვება? სწორი კვება საკმარისია, რომ ელემენტები წარმოებოდეს და ეგ უნდა დამცავები გამოიყენოს და ასე შემდეგ. მაგრამ ასაკი მაგალითად 20 წლის მერე უკვე ჰორმონალური ფონი იცვლება განსაკუთრებით ქალბატონებში. ხო? იქ მენოპაუზა, იქ სტრესი იმატებს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. კანი როგორ იცვლება ასეთ? კანი იცვლება იმიტომ, რომ რაოდენობრივად ორგანიზმი ვეღარ ახერხებს იგივე რაოდენობის, იგივე კვებით, აი რომ დავტოვოთ იგივე კვება. ნაკლებს გამოიმუშავებს. ამიტომ მას სჭირდება დახმარება. აქცენტი გადმოვაო. როგორ ვეხმარებით ესეთ დროს? როდესაც ხალი შედის ცხიმის მომატება. ცილის მომატება. ანტიოქსიდანტების მომატება. კვებაში. რომ კვლავ წარმოებას დავეხმაროთ. დაცვა აღარ არის მთავარი. მთავარი არის დაცვაც და კვლავ წარმოების პროცესის გაძლიერება. ხოლო უკვე კიდევ ასაკობრივში რო გადავალთ შემდეგში, იქ უკვე სასურველია ბიოლოგიურად აქტიური დანამატებით. წავახმაროთ თუ ჩვენ კვება არ გვიყვარს. თუ არსებობს ასეთი თქვენ რომელს ჩამოთვლით იმ საკვებ პროდუქტებს, რომელიც ვნებს სახისგანს. სიამოვნებით ჩამოვთვლი. მართალია ბევრს არის სიამოვნება, მაგრამ მე მაინც ჩამოვთვლი. უნდა ჩამოთვალო რომ ყველამ გაიგოს. და როგორ ვნებს ესეც გითხარი. უნდა გაიგოს აუცილებლად ყველამ, იმიტომაც გვჭირდება ეს საუბარი. ძალიან მარტივად. პირველ რიგში ქალბატონებს რა თქმა უნდა. ნუ მამაკაცებიც ახლა არ იცით. ჩემი საყვარელი პროდუქტები არ იყოს ახლა მაქციაში, მე ამაზე ვფიქრობ. არა, მაგრამ ქალბატონებს შიშობრო მიქნება, ამიტომ ზომიერება. ერთნაირად არის ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის. რა თქმა უნდა, კანის წარმოქმნის სისტემა ერთი და იგივეა. ორგანოები ამ ყურადღებით. ესე იგი, პირველ რიგში შაქარი. ანუ შაქარი იმ გაგებით კი არა რომ ცოტა ჟარგონს ვიღებ პესოკი. ან არაბეთ ყველაფერი ზედმეტი რაც შაქარი, გლუკოზა. რატო? იმიტომ რომ შაქარი ებმევა სისტემას. ემატება და შლის კოლაგენს. ანუ კოლაგენს ებმევა. კოლაგენი კარგავს თავის ელასტიურობას, თავის თვისებებს კარგავს და ჰიალურონის acid Java ხო რა შვება ის ზის აი ამ მატრიცებია ხო კოლაგენის და შიგნით ზის როგორც კი ჩამოიშალა კოლაგენი წყალი აღარ ჩერდება ანუ ჰიალურონი რისთვის არის წყლის შემკავებელია როგორც კი ეს სისტემა ჩამოიშალა კანის სტრუქტურა იწყებს დაშლას. აი აქედან გამომდინარე შაქარი გლიკაცია ხდება, ანუ ოქსიდაცია ხდება. ისეთი სახე ეძლევა შაქარს, რომ ის ებმევა კოლაგენის მოლეკულას და შლის. ამიტომ სტრუქტურა კანის იშლება, დაცვითი ფუნქცია იშლება, რატო? იმიტომ რომ ისევ ომეგა-3 ვეღარ მუშაობს, ეს როგორც თქვი უკვე მატრიქსის ფორმა აქვს, ხო, ყველაფერს სტრუქტურიზებულია ელასტინი, კოლაგენი. ამიტომ სტრუქტურა იშლება, კანი კარგავს თავის ხარისხს, თავის ფუნქციას, დამცავ ფუნქციას, ანტებითი პროცესები.
ესე იგი პირველი შაქარი. შაქარი კი არის ბატონო. პირველი. კი ბატონო. შემდეგ მეორე ფასტ ფუდი. მოდით ასე უფრო გავაფართოვებ ჯგუფს. ცუდი საკვები, გადამუშავებული საკვები. მოდით ასე ვთქვათ, ულტრა გადამუშავებული საკვები, აქ შეიძლება იყოს ნახევარფაბრიკატები, აქ შეიძლება იყოს კონსერვები, იმდენად არა, რატო ჯანსაღი კონსერვი თუ არის, არ არის საშიში. ხა მაგალითად თევზის კონსერვი თუ ჯანსაღია, არაფერი ცუდი ამაში. ხშირად არ არის, ხო, მაგრამ აი ეს ფასტ ფუდის ასისკი, რატო? არასრული ობიექტი რა. არასრულყოფილი პროფაილი, ანუ არასრულყოფილი შემადგენლობა ცილის, ანტიოქსიდანტების, ანუ ჩვენ ამას ვიღებთ სხვაზე უკვე ჩვენ არაფერზე აღარ გვჩება ადგილი რომ სწორად ვიკვებოთ, მივაწოდოთ კანს ყველაფერი რაც სჭირდება და იწყება დაშლის პროცესი. არა აღდგენის პროცესი. და რა თქმა უნდა αλკოჰოლი. არ ვიცი, ბევრ შეიძლება არ ესიამოვნოს ეს, მაგრამ ფაქტია, ხო? ხო, ნუ ახლა კვებასთან არა, მაგრამ მივაყოლოთ ალკოჰოლს. მე სამწუხაროდ სიგარეტის ზეგავლენა არ ვიცი, ასე. არა, მივაყოლოთ. ხო, აი ეს არის სამი ძირითადი პროდუქტი, რომელიც პროდუქტი რა ხო, სახეობა, მიმართულება, რომელიც ნამდვილად ვნებს, ნამდვილად. შაქარი, ფასტ ფუდი და ალკოჰოლი, შაქარი ულტრა გადამუშავებული საკვები, საიდანაც ვერაფერს ვერ იღებს. სასარგებლოს, კვლავ-წარმოებისთვის და ალკოჰოლი. ანუ საინტერესო და ცოტა სასაცილო გუშინ კითხულობდი ამ ამერიკელების რაღაც სტატია იყო ზუსტად კვებასთან და კანთან დაკავშირებით და კანის დიეტა, ესეთი ტერმინი წინადადება იყო კანის დიეტას. სასაცილო არის, მაგრამ რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროში ესეთი კარგი არ არსებობს და არ არსებობს ესეთი მოდელი, მაგრამ არსებობს კვებითი რაღაც მოდელები სამკურნალო, რომელიც აი ახლა შენ ლაპარაკობდი გიორგი ამას და ძალიან კარგად ახსენი, ანუ ყველაფერი ეს დეტალურად და ანუ ჩვენ მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სწორი კვება. ჩვენ კანთან მიმართებაში სწორი კვება, რასაც ქვია. და არა დიეტა, სწორი კვება. ხო, ამისთვის ჩვენ უნდა გავიგოთ ვინ რა ნიშნულობას დებს სიტყვა დიეტაში. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა. ჩვენ გვაქვს მოცემულობა რა ჭირდება ორგანიზმ ნორმალური ფუნქციონირებისთვის. და ჩვენ გვაქვს ორგანიზმის თვალსაზრისით გასახთომად რა ჭირდება და რა არა. ხო? რას გულისხმობ? თუ ჩვენ უყურებთ ორგანიზმის თვალსაზრისით ამ პროცესს, მას ჭირდება ენერგია, წერტილი. მას აი ეს ყველაფერი რომ რა ვქნა ჩემ ორგანიზმს ჭირდება, არ ვიცი რაღაც შოკოლადი მაგალითად, ხო? და ზივარ და ვფიქრობ, კაცო, რა ენაზე აგიხსნა ნეტა? რა ენაზე დაგელაპარაკა? მას აქვს ერთი მოთხოვნილება, ერთადერთი ენერგია. საიდან მიაწვდი ამ ენერგიას? ეს შენი პირადი არჩევანია. რას აძლევ უპირატესობას? რაზე გაქვს ემოციას? ვთქვათ, ემოციური კვება, აი შეგვიძლია შემდეგ ემოციური კვება. უბრალოდ აი ახლა პრაქტიკულად პაციენტებთან ურთიერთობაშიც და ისედაც აი სტატისტიკური მონაცემები და ყველაფერი ეს კვლევები და ახლა მეც რაც პრაქტიკაში ჩვენ გამოგვიყენებია ეს ყოველთვის მკურნალობასთან ერთად, რა თქმა უნდა, აქ კვებას ვაქცევდით ძალიან დიდ ყურადღებას, განსაკუთრებით აკნესთან მიმართებაში. კუპეროზი და როზაცია და ზუსტად აი აქ სტატისტიკაში კარგად არის ნაჩვენები აი ეს კვების მოდულები. ხო და აი შენ ახლა რასაც საუბრობდი ზუსტად ეს არის. აი ეს ელემენტები 6 ზუსტად ეს არის თუ სწორად არის შერწყმული ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანთან მიმართებაში, ანუ სწორი მოვლა რასაც ქვია. იმიტომ რომ მაინც ყველა ქალი და მამაკაციც ამ სწორ კვებაში თუ ჯანსაღ კვებაში
აზრი მოიაზრება იმას, რომ ესთეტიურად ლამაზად იყოს, ხო. გამოიყურებოდეს. აქეთკენ მივდივართ. ხო, ანუ მაშინ ნახეთ რა არის. თუმცა ეს არის ყველაფერი შენი თმა, კანი, ფრჩხილი, რა თქმა ძვლები, უნდა, ეს ყველაფერი შემადგენელია და პირდაპირ ბუნებრივია. ეს არის კავშირშია იმასთან, რასაც ჯაჭვური ჭამს. რეაქცია ორგანიზმის და ნახეთ. სინერგიული ერთად მუშაობა ყველაფრის. მოდით საინტერესო თემაა და უფრო გასაგები გახდება ჩვენი მსვენელისთვის. რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა თუ არის წონაში დაკლება და წონაში დაკლებასთან ჩვენ უკვე ავტომატურად თითქმის ყველა გულისხმობთ, რომ მე კარგ ტანზე უნდა ვიყო. ხო, მეტად ლამაზად გამოვიყურებოდე, რა ხო, თქმა მაგრამ უნდა. ჩვენს მიერ აღქმული სილამაზე რა არის? ნაოჭები არ უნდა მქონდეს თუ ღიპი არ უნდა მქონდეს? ალბათ ორივე. ალბათ ორივე. ხო, ეს უკვე შემდეგ სტადიაზე გადავდივართ. ანუ მაშინ ვისაც ეს ორივე უნდა რომ გააერთიანოს, მაშინ უნდა გაიგოს, რომ წონის კლებისთვის საჭიროა კალორიების დეფიციტი, ეს არის აუცილებელი პირობა. და ამ კალორიების დეფიციტში უნდა იყოს ისეთი საკვები ჩართული, რომელიც კანთან მიმართებაში კანთან იქნება მიმართებაში მისაღები. იქნება დახუნძლული, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენ უნდა გვავიწყდება, რომ კანის გარდა კიდე სხვა არის. რაღაცეებია, ხო? თქვენ კანთან მიმართებაში ხა ისეთი 6 ელემენტი ჩამოთვალეთ, რომ მე არ ვიცი დიეტა რანაირად გამოვა ყველაფერს თუ არა, ეს ზუსტად აი, მანქანით აქ კი, უკვე ზუსტად იმაზეა საუბარი, იმ ესთეტიურ საკითხებთან შენ თუ აბავ კანს, თმას, კბილებს, ახლა თუ თმა ლამაზი მექნა, კბილები დამცვივდა. მაგალითად. და არც არ მინდა თუ გავხდი და სახეზე დავნაოჭდი, ესეც და ხშირად არის სხვათა შორის დიდწონას როცა ძალიან იკლებს. ხშირად არის. სახე რაღაცნაირად ჭკნება თითქოს. ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ესთეტიკაზე, უმრავლესობას წარმოდგენილი აქვს, რომ იმიტომ არ არის ესთეტიურად ლამაზად, რომ ჭარბი წონა. წონა აქვს. და იწყებს რას? არა მუშაობას სწორად იმასთან, რომ ყველაფერი კომპლექსურად გამოასწოროს. არამედ იწყებს ბრძოლა საკუთარ თავთან და საკუთარ ორგანიზმთან, წონა რომ მოიცილოს. განსხვავებას ვერ ხედავ? ანუ კარგად უნდა შევისწავლოთ ყველამ ჩვენი საკუთარი თავი. ნუ თუ ეხა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მე რაც უფრო გამხდარი ვიქნები, მით უფრო ლამაზი, ну კი ბატონო, მაშინ ამისთვის არ არის საჭირო არც ომეგა-3, არც ხო, აი რა კრიტერიუმია, რომ ძალიან გამხდარი იყო თუ ნორმალური კრიტერიუმი რა არის? მე შემიძლია საინტერესოა. ჩავიკეტო ოთახში აფერი არ ვჭამო და 20 კილოგრამი დავიკლო. ნუ ეს ხომ არაზმია მე. ხო და აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი, ადამიანმა ხომ უნდა გაიგოს რა უნდა. თუ უნდა კარგად ჯამრთელად გამოიყურებოდეს, საღად აზროვნებდეს და ასე იმიტომ რომ მარტო კანი ხო არ არის კაცო და მარტო თმა ტვინია, კბილებია, არ ვიცი, თითებია, ყველაფერი. ხო? მთელი ორგანიზმი. ხო, ამიტომ მარტო წონის კლება დღეს აღარ პასუხობს ამას. ეს სტანდარტები აღარ არის უკვე შეიცვალა 21 საუკუნეა რიგი, ანუ ამოვწურეთ ყველანაირი ბალანსი. ხედავ ყველაფერი იცვლება. აი რამდენად სწორად არის უკვე მიდგომა, აი გიორგის ეს მომწონს ისე დეტალურად და კარგად ხსნის, აი ხანდახან სუაი, ხო გეუბნები ვუსმენ შენ ჩართვებს ძალიან ხშირად და ძალიან აი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ უბრალო ენით ხსნი ყველაფერს. ნუ უბრალოა სინამდვილეში მარტივია. არ არის აქ გართულებული აქ არაფერი. კარგი იქნება მეც რო შევძლო ეს ბოლომდე გავაკეთო. შეძლე. ხო, და ყველამ და ნუ რა ვიცი, მე ვთვლი რომ ბევრი საინტერესო საკითხები შეიძლება გავარჩიოთ აქ. აქ ბევრი საინტერესო საკითხია ნამდვილად და მე ვფიქრობ რომ ბევრი დაფიქრდება. ჩვენი აი შეჯამების აღით რომ აუხსნათ ჩვენს რომელი მიმართულებით? კანის? აუცილებლად თმა, რადგან დღევანდელი ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდის თემა არის ჯანსაღი კვება და ჯანსაღი სახის კანი.
ამიტომ მე ეს ჩვენ ეხა ეს უკვე შემდგომი პოდკასტის თემა არის უკვე როგორ დავიკლოთ წონაში ისე რომ ვიყოთ ჯანმრთელები და თან ლამაზები ამას ალბათ ცალკე თემა ესეც ესთეტიკაა აუცილებლად ყველაფერი ესთეტიკაა ანუ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ამიტომ პირიქით შემდეგი გადაცემაც აუცილებლად უნდა ჩვენ დაუბრუნდებით აუცილებლად ამ საკითხს მაგრამ დღეს რადგან საუბრობთ დღევანდელ თემაზე ხო შემაჯამებელი რა შეიძლება აქ რომ ასე ვთქვათ ვურჩიოთ იმისთვის რომ ჯანსაღი კანი გქონდეს თმა და ფრჩხილები ჩვენ უნდა დავალაგოთ კვება ის დიეტაზე კი არ ვიყოთ დიეტა არასწორია მიდგომა კვება ისე უნდა დაალაგდეს რომ ორგანიზმა ენერგიასთან ერთად როგორც უნდა ვთქვი შეასრულოს შესაბამისი ფუნქციები ამიტომ თუ ჩვენ ენერგიას ვიღებთ მხოლოდ ნამცხრიდან ეს ფუნქცია არ იქნება შესრულებული კანი გაგვიფუჭდება გაგვიფუჭდება კბილები დაგწვივდება კი ეგრეა იმიტომ რომ საკვებიდან სიტკბოზეც არ არის ეს არის ძალიან მწირე შემადგენლობის ენერგია ორგანიზმისთვის მხოლოდ ენერგია და სხვა მაგრამ იმ მომენტში აკმაყოფილებს ხო იმ მომენტში შეიძლება შენ დაგაკმაყოფილოს რა ნერვები დაგიწყნაროს იმიტომ რომ ნახშირწყლები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე ამშვიდებს კი ბატონო არ კამათობს ამიტომ მისი ამოღება არ შეიძლება მაგრამ რა ვუყოთ კოლაგენის წარმოებას მე გამიგია რომ ხშირად ვთქვამთ რომ ცილოვან დიეტაზე ვარ და ვჭამ მხოლოდ ცილას ესეც ხომ არასწორია ამ შემთხვევაში ჩვენი საუბრის მერე თქვენ უკვე მივხვდით კი მივხვდი რომ არასწორია კი ბატონო არც მარტო ცხიმების მირთმევა არ არის სწორი დაბალანსებული კვება კი ბატონო აი ნელ-ნელა მივედით სწორ კვებამდე ანუ სწორი კვება უნდა მოიცავდეს თავის თავში ყველა იმ საკვებ კომპონენტს და ელემენტს რომელიც ორგანიზმს აძლევს ყველაფრის ჩამოყალიბების, წარმოქმნის, მოცილების, გადაგდების, აშენების შესაძლებლობას. რა არის ეს? ძირითადად ეს არის ცილა, ეს არის ცხიმები, ეს არის ნახშირწყლები. აუცილებლად, თქო, დაბალანსებული უნდა იყოს ერთმანეთთან. ყველაფერი. ხო. აქ უნდა იყოს ყველაფერი ცოტ-ცოტა რაც სჭირდება ორგანიზმს, ყოველდღე სტაბილურად, რომ ენერგიის დეფიციტი არ კონდეს. ანუ წონაში კი არ უნდა ვიკლებდეთ რაც. წონაში დაკლებისთვის ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შესაბამისი სტრატეგია. კანისთვის ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შესაბამისი სტრატეგია. და თუ შეირწყა აი ეს არის ეგ ყველა საინტერესო. აი საინტერესო კი არა ძალიან ბევრი უშვებს აქ შეცდომას. ანუ იწყებენ თავისით რაღაცის მოგონებას და ხშირ შემთხვევაში ეს სრულდება რითი? ეს სრულდება არც კანი აქვს კარგი. ვერ წონაში ვერ დაიკლო, არის სრულიად გიჟი. გაგიჟდა უკვე ადამიანი ამდენი შეზღუდვებისგან, მაცივარი цаრიელდება, წონა ბრუნდება. სახესა ნაოჭები გვიჩდება. გიორგი, ერთი აი ესეთი რეცეპტი რო გითხრა მაყურებელს რო ვთქვა. ის მალინის ტორტის? თუნდაც მალინის ტორტის. რა რას გულისხმობ? იცი რა არის როგორი რეცეპტი? თუ შეიძლება თუ გამოგივა ესეთი რეცეპტი რო კანიც კარგი კონდეს და წონაშიც დაიკლოს. ორ კურთხელს დავსდევთ ახლა ჩვენ, მაგრამ რა ვქნა? აი რაღაცა ელემენტარი. კი ბატონო. კიდევ ცოტა შემოვაღებ კარს. შემოვაღებ საჭებოც არის. ნახეთ რა ხდება. სინამდვილეში აი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვიტყვი და მე ამას პირობითად ვეძახი პირველ სერიაში ყოფნას და მეორე სერიაში ყოფნას. პირველი სერია გვამყოფებს ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში, სადაც მთელი ჩვენი ყურადღება დიეტებთან მიმართებაში არის წონის კლებაზე. ხო, აი ნახე რა არის ფსიქოლოგიური მომენტი. ნახეთ, ჩვენ რაღაცას ვიზღუდავთ იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ. ხო, ნაცნობია. ანუ თუ ჩვენი ამოცანა არის წონაში დავიკლოთ, ჩვენ როგორ აღვიქვავთ ჩვენ, ნუ ბევრი ყოველ შემთხვევაში, რომ მე რაღაცა უნდა შევზღუდო, რაც მიყვარს და რაც მას უკებს.
ის უნდა შევზღუდო და ცოტა ხანი მოვითმინო. ხო ასე სამაგიეროდ ლამაზი ვიქნები. სადამდეც მე თვითონ გავძლებ და ხო, სადამდე ლამაზი გავძლებ. გავხდები. კი. ხო, კი, ამას ფიქრობს ადამიანი. კი ბატონო. ეს არის პირველი სერია, პირობითად. მეორე? სადაც მე ვიტყვი. ხო, შეკბირდით გამო შევაღებ. ნახეთ რა ხდება. მთელი ჩემი ყურადღება, მთელი ჩემი ქცევა კვებასთან მიმართებაში და აი აქ უკვე კვებასთან მიმართებაში ქცევებზე გადავალთ. მოკლედ. მიმართულია იმაზე, რომ მე შევქმნა კალორიების დეფიციტი, ანუ ჩემი ობივაწელის გადასახედით რაღაცა შევზღუდო, ვიღაცამ დამიწერა, ასე დაიკლო და მეც დავიკლებ. აქ არ არის ყურადღება იმაზე გამახვილებული, რომ ის შეიძლება 25 წლის გოგონა იყო და ამას აკეთებს 50 წლის ქალბატონი, რომელსაც უკვე მენოპაუზა აქვს. აბსოლუტურად სხვა პირობა. მერე ის გოგონა შეიძლება ვარჯიშობს და მე იმდენად დაავადებული ვარ, რომ ფეხი მტკივა და ვერ ვარჯიშობ. ხო, ანუ ბევრი ნიუანსია, როცა ჩვენ რაღაცას ჩვენ თავზე მოვირგებთ და გონია რომ შედეგი იქნება, მერე შედეგი არ არის და ვაგდებთ. ესე პირველი სერია. პირობითად ვეძახი მე ასე, რომ ადამიანმა გაიგოს. და აქ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გამსაზღვრავთ ზუსტად კალორიების დეფიციტს. ჩვენი კონკრეტული მდგომარეობით, იმიტომ რომ იქ მოქმედებს ძილი, კორტიზოლი, ინსულინ რეზისტენტობა, ბევრი ფაქტორი მოქმედებს ხარჯვით ნაწილზე, ენერგიის ხარჯვით ნაწილზე. ამიტომ ასე გვასწავლიდნენ, ასე გვიხსნიდნენ და ახლაც ხშირად მესმის, რომ ასე ეუბნებიან, მოკუმე, მოპრუწეთ ისა რა ქვია, პირი და მოითმინე. ამოიკერე პირი. ამოიკერე პირი. და რა ხდება, როცა ჩვენ ამას ვანებებთ? როცა დგება ის მომენტი, როცა ძაფები, რომლითაც ამოვიკერეთ პირი, გასკდა. ვაიმე. ხო, 3 მაგი, 4 მაგი მომეტება. ვაიმე. პირველი სერია. მოდით ნახოთ რა ხდება მეორე სერია. ანუ თანამედროვე ნუტრიციოლოგია საერთოდ სხვაგან წავიდა. მათ შორის კანთან მიმართებაშიც ეხა რაც მე მოგიყევით. რა ხდება თანამედროვე მიდგომაში, რომ აღმოჩნდა რომ კალორიების დეფიციტი კი არის აუცილებელი პირობა, აუცილებელი გარდაუვალი პირობაა კალორიების დეფიციტი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბევრი ადამიანი ამას ვერ ასრულებს. უბრალოდ ვერ აკეთებს, აღარ შეუძლია რა. და არავინ პირველ სერიაში არ ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ ეს პროცესები იმართება ფიზიოლოგიურად ორგანიზმის მიერ, მაგალითად იცით თუ არა რომ ღამე ტემპერატურა, სხეულის ტემპერატურა ეცემა. გაგიგიათ თუ არა ამის შესახებ? არა. ეს ასეა, ფაქტია, ფიზიოლოგია. როდესმე დაფიქრებულ ხართ, რამდენი გრადუსი უნდა იყოთ ღამე? არა. ამას აკეთებს აბსოლუტურად ჩვენი ჩარევის გარეშე. ღამე რო გძინავს, ჩამოწევს ტემპერატურას, მერე აწევს, როცა გავიღვიძებ და ამას არეგულირებს, ისი თქმა მინდა, ამას არეგულირებს თვითონ ფიზიოლოგიურად ორგანიზმი. ახლა მოდით შევხედოთ მეორე სერიაში რა ხდება ჩვენს მაგალითში. და აღმოჩნდა, რომ წონის მართვის პროცესი, თუ ჩვენ დაკლებაზე ვსაუბრობთ ისე, წონის მართვის პროცესი არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც იმართება მთელი ჰორმონების დასტით. ხედავთ. გაიგეთ? ამიტომ ჩვენ თუ ამას ვებძვით და ეს ბრძოლა გადავიდა მწვავე ფაზაში, გავიგოთ, რომ ჰორმონები არ მარცხდებიან. ჰორმონები არის ორგანიზმის მართვის ელემენტები და ჩვენ არაფერი არ გვჭება გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისწავლოთ როგორ მართოთ ჩვენი წონა. ვისწავლოთ რა კომპონენტები და სინამდვილეში ძალიან მარტივია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ შიმშილი. შიმშილი იმართება ჰორმონით. ჩვენ რითი ვებძვით, აბა თუ გაიხსენებთ რითი ვებძვით. მე მშია, მაგრამ რა უნდა ვქნა? არ შეიძლება რომ ვჭამო, რატო? იმიტომ რომ მოვითმენ, იმიტომ რომ უნდა დავიკლო. ხო, ანუ იქ ხო არ არის ლაპარაკი რომ მე მოვითმენ, იმიტომ რომ ვმართო. მე მოვითმენ რომ დავიკლო. წონაში დავიკლო. პირველ სერია. ამიტომ როცა ჩვენ ვითმენთ,
ორგანიზმი იწყებს წინააღმდეგობას. და მას აქვს ძალიან ძლიერი მექანიზმები ამისთვის. ფიზიოლოგიური მექანიზმი. რას იზავს? შიმშილს გაგიზრდის. დანაყრებას დაგიგვიანებს. ამას ყველაფერს მართავს თვითონ შენ არ გეკითხება. ჩვენ ვცდილობთ მართოთ ეს იმითი რა ქვია, ნებისყოფით. მაგრამ შეიძლება თქვენ გქონდეთ და თქვენ ნებისყოფა და მე არ მქონდეს, ესე იგი ვერ დავიკლებ? ანუ პიროვნული თვისებებით უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ორგანიზმს, მიხდით? და აი აქ უკვე, ანუ პირველი აუცილებელი პირობა კალორიების დეფიციტი, მეორე აუცილებელი პირობა გაგება სისტემის როგორ იმართება წონა. იმართება, კი არ ვიკლებ წონაში, არამედ როგორ ვმართო, გავიგო, გავერკვე და აი აქ უკვე ჰორმონალური სისტემა. ანუ ეს არ ნიშნავს ვინმე არ გაიგოს, რომ რამეა დაავადებები აქვს და ჰორმონებით იმართება რა. მორჩა დაანმარტივია. და ამას ყველაფერს აქვს მესამე ნაწილიც, ანუ სამბოძიანი ტიპია, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ კალორიების დეფიციტი, ჰორმონალური მართვა, მესამე რა არის? კვება უკვე. ქცევა. ქცევა. კვება არის ინსტრუმენტი. გასაგები. კვება არის ინსტრუმენტი, რომელიცაც ჩვენ ამ სამივეს ვმართავთ. ინსტრუმენტია. ვიყენებთ, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ აი ამ სამივე ბოძს ჩვენ რომ გავიაზრებთ, ანუ ნახეთ, მე შეიძლება კალორიების დეფიციტი ხანგრძლივად შევინარჩუნო, მე შეიძლება ჰორმონალური ჩემი აი ეს მიდგომა შევისწავლო, მაგრამ ქცევები არ მივარგოდეს. ქცევა არ მივარგოდეს. აი ხედავ ქცევაზე რამდენი რამეა დამოკიდებული. ძალიან საინტერესო თემა, ეს არის მეორე სერიის პანჯარა გავაღეთ, ხო? სადაც უკვე ტექნიკებია. გავხსნათ უნდა შემდეგ გადაცემაში. თუ თქვენ დაგაინტერესებთ, ზათურ აუდიტორიას ესეც მოუწევთ. ჩვენ ისდენ დაგაინტერესა, რომ შეიძლება დღეს აქ დავრჩეთ სამივე. გაუსრულებლად ვისაუბროთ. საჭირო არის ეს უნდა მოისმინოს ყველამ აუდიტორიამ და სოფო ტრაგედიაც და კარგიც არის იმაში, რომ პირველი სერია უნდა დასრულდეს. გეთანხმებ. უნდა დასრულდეს, არ ვიცი, სადამდე შეიძლება კუჭი მოიჭრა, მაინც მოიმატო, ნემსები გაიკეთო, მაინც მოიმატო, დიეტებზე დაჯდე, მაინც მოიმატო, იმიტომ რომ დაიკელი შეჭამ ისევ. დააკვირდით. თუ წონის კლება გინდა, ტრატატატატა. თუ წონაში გინდა დაიკლო, ტრატატატატა. ყველაფერი არის წონის დაკლებაზე მორგებული. მარათონში ჩაჯექი წონას დაიკლებ. კი ბატონო, ჩავჯექი, დავიკელი 25-30 კილოგრამი დავიკელი. ვიცი როგორ დავიკლო. არ ვიცი როგორ მართო. აი შენარჩუნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი. კი ბატონო, მანქანა გაჩუქეს, მართვა არ იცი. აილეწები. იმიტომ როცა მართვა იცი, ალბათ შეიძლება იმ კრიზისამდეც არ მიხვიდე, რომ დიდი წონა გქონდეს დასაკლები. წონის, მომისმინე? წონის დაკლება არის მართვის შედეგი. წონის დაკლება არის მართვის შედეგი და არა წონა დავიკელი ჩემი შედეგია. მოიმატებ. ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო თემა. ესე გულისყურით ვუსმენდი და დიდი სიამოვნებით კიდევ და კიდევ მოვისმენ ამას. თუკი რაღაც სხვა რესპონდენტები ყავთ და სიამოვნებით მობრძანდები, იმიტომ რომ ძალიან მინდა ადამიანებს მართლა მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რომ ანუ ისიც სწორი, მე არ ვიძახი, რომ ის არ არის სწორი, ყველა აკეთებს კარგ საქმეს, როცა ადამიანს ეხმარება. თუნდაც წონის კლებაში, იმიტომ რომ თვითონ ადამიანიც მოდის ამ თხოვნით, რომ დამაკლებინე წონაში. მაგრამ ისიც პირველ სერიაშია. ეს მეორე სერია და მესამე. არაფერი ეხლა პირობითად თქვი მე, ხო? უბრალოდ ადამიანმა უნდა ისწავლოს მართვა. ხო, მართვის საკც და საქციელი შენი ჩვევები. პატარა ლაიფჰაკს გეტყვით. აი მაგალითად მართვაზე როცა ვსაუბრობ და ეს კანსაც ეხება, ანუ შენ თუ გინდა კანი ჯანსაღი გქონდეს, შენ უნდა ისწავლო კვება. ხო? აუცილებელი პირობაა. ეს ხო არ არის შე დღეს დაიძინე, ხვალ გაიღვიძე, წყალი დალიე და ეს გაქ რა ქვია, კარგი კანი გაქვს. არ გაგიჩერდება წყალი. თუ
კოლაგენის სტრუქტურა დარღვეულია და ელასტინის სტრუქტურა ჩამოშლილია, რამდენი წელიწად გინდა სვი არაფერი არ მოხდება. სვი გაიჭრიბე. ესე იგი გადაგიყვანო და ესთეტიკურ დავაი წავედით. ხო, ანუ დღეს სამით არა თქვით. არა, თუ დავამთავრე, პატარა ლაიფჰაკი მინდოდა ბოლოს. კი, გითხარით, აი ეს პატარა რაღაც. ხო, ნახეთ რა ხდება, როცა ჩვენ შპარგალკა, როცა ჩვენ გვინდა წონა მართოთ წონა და არა წონაში დავიკლოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ წონას მართავთ, ჩვენ წონაში დავიკლებთ. ლოგიკურია. ანუ თუ ჩვენ გვინდა ამ ადგილიდან გადავადგილდეთ იმ ადგილამდე, შეიძლება მანქანაში ჩავხტეთ და მარტო გაზ დავაჭიროთ და ავილეწოთ. ამას გავსუსტად, როდესაც მართვა არ იცი. და თუ მართვა არ იცი, შენ სადამდეც გინდა მიხვალ, როცა მართვა იცი. ხო, აი ხა რა არის, ნახეთ სისტემაა, როგორც კანს აქვს თავისი სისტემა. ასევე იმართება შიმშილის ჰორმონები, დანაყრების ჰორმონები, უსაფრთხოების ჰორმონები. და როცა ჩვენ მაგალითად ნემს ვიყენებთ დასაკლებად, ჩვენ მართავთ მხოლოდ ნაწილს. ანუ ჩვენ ვააქტიურებთ დანაყრების ჰორმონს. ვააქტიურებთ. შემდგომ როცა ნემს რჩებით, ის ჰორმონი ისევ დაჩაგრულია. თავის დროზე ხომ რატომღაც დაიჩაგრა და შემდეგ გაძლიერდება დაჩაგრული ჰორმონი. შემდეგ აი თურმე რა როცა ნემს იკეთებ, ის გიბრუნებს კონტროლს, როცა აღარ იკეთებ, კარგავ კონტროლს და იმატებ ზონაში. აი ეს არის ისეთი ლაიფჰაკი, რას ნიშნავს ეს? უნდა ვისწავლოთ სისტემა. ორგანიზმი ყველგან არის სისტემა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები და მართვა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციებისთვის. უღრმესი მადლობა გიორგი. აი ძალიან საინტერესო იყო, აი ძალიან საჭირო ინფორმაცია გავიგე მე პირადად. რა თქმა უნდა. მაყურებელს და მსმენელს ეს თუ გამოადგება. გაწონებული ვარ, გამოადგება და ბევრი ინტერესიც იქნება. მიუდგებიან და სპეციალისტებს მიმართავენ. აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართონ და არა თვითონ არ უნდა ეწეოდნენ აი ესეთ თვითმკურნალობას, რაც იწვევს ამდენ პრობლემას. არ ექნება შედეგი არ ექნება, პროფესიონალი გჭირდება იმისთვის დაგაკვალიანოს. რა თქმა უნდა. თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი და ბატონი გიორგის სტუმრობა ჩვენი საუბარი, გამოიწერეთ YouTube არხი და დაგველოდეთ მალე. დაგიბრუნდებით მეხუთე ეპიზოდით.